მე რატომ მიკეთებს ამას, ესეთი დაღლილი ვარ, ფულია ამ ზღვარს არ გადახვიდა. მქონდათ იმის საშუალება, რომ გაბრაზებოდნენ ამ ბავშვს, ეს ჯიდნენ კიდეც. მე თუ რაღაცა მართლა ისე აი უცებ დავუყვირებ და გავუაზრებლად, რომ ვთქვათ, გაჩერდიან რაღაც, ძალიან ბევრჯერ ტირილით გამიცილებია ბებიო ბობოას. მივსვარ და იმით მოს რომ ბოდიში. მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, ეს ჩვენი მე-14 გადაცემაა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის თიკა მაღალდაზე. მოგესალმებით, თიკა. ჩვენ დღეს ძირითადად ვისაუბროთ იმ თემებთან დაკავშირებით, აი რა ხდება მაშინ, როდესაც შვილი სიყვარულთან ერთად მოდის გაბრაზება, გაღიზიანება, როდესაც დედა საკუთარ თავთან, აი ესე თქვათ, მარტო დასარჩენი დრო არ აქვს. რატომ არის დედის ბრაზი ტაბუ დადებული, რატომ ვერ ვსაუბრობთ ამაზე? ძირითადად ამ თემების გარშემო ვისაუბროთ. მე მინდა პირველი შეკითხვა დაგისვა ესეთი. თუ გქონია მსგავსი გაბრაზება და პირველად როდის გამოიხატა ეს გაბრაზება? კი, მქონია მსგავსი გაბრაზება, ხშირად არა სხვათა შორის და პირველად ეხა უცებ რო დავფიქრდით, თქოს ვერ გავიხსენე, მაგრამ მე უცებ ამიტივტივ და აი ძალიან გაბრაზება ესეთი ბავშვის მიმართ მქონია, როდესაც მე თვითონ ვიყავი ძალიან დაღლილი. და ეს იწოდა ჩემში გაბრაზებას, აი რას გულისხმობ, რომ მაგალითად ტირის ბავშვი და გონია, რომ აი მე რატომ მიკეთებს ამას, ესეთი დაღლილი ვარ და ხო შემიძლია რომ არ იტიროს სიყვაზე. უფრო მეტად თუ გაღიზიანება. აი ორივე ერთად, მაგრამ ნუ მე უცებ ჩემ შემთხვევაში ესე იყო, რომ ხვდები რომ ნუ ბავშვია რა თქმა უნდა. უბრალოდ აი ძალიან გადაღლილი როცა ხარ, მაშინ ძნელია თვითონ მაგასაც რომ მიხვდე და ხშირად გაქვს ეს ხსა გაბრაზების გრძნობა, რომ აი თითქოს როცა საქმე გაქვს გასაკეთებელი, მაშინ ტირის და აი რატო ხო? რაღაცა უკვე იმ ფიქრებში მიდიხარ, აი რატომ მიკეთებს ამას? ნორმალურია, შენ როგორ ფიქრობ, ანუ ეს გაღიზიანება და გაბრაზება თუ რაღაც მაინც ეს ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე მოდის იმ ნორმალურია თუ ეს არ არის აი დაღლისგან გამოწვეული და ბევრ დედას აქვს აი მშობიარობის შემდგომი დეპრესია და აქედან გამომდინარე სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობით შეიძლება ნუ რაღაც მხრივ გავამართლოთ, უბრალოდ არ გავამტყუნოთ. მაგრამ აი ეს დაღლა არ უნდა იყოს. დედას უნდა ქონდეს იმის საშუალება, რომ საღათი აზროვნოს. აი შენი აზრით რამე ზღვარი თუ არსებობს ჯანსაღ გაღიზიანებასა და საშიშ ბრაზის შორის? ზღვარი როგორ არ არსებობს, უბრალოდ რთულია ამ ზღვარს არ გადახვიდა, იმიტომ რომ აი ესე რაც რაღაცაზე ძალიან ემოციურად ხარ, თქვათ რაღაცა ფონი დაემატება კიდე, ხო, რომ ცხოვრებაში რაღაცა პრობლემა გაქვს, უკვე რთულია ეს რომ გააკონტროლო. შენი ემოციები თუ მაინც კი, მე მქონია ბევრჯერ რომ აი შეუშინები ვარ იმდენად აი გავბრაზები ვარ უცებ ბავშვს, რომ ანუ შემეშინდა რომ აი ესე როგორ მოვეკეცი მე თვითონ ეხლა ანუ პატარაა ხო იმან არ იცის რას აკეთებს. ზოგადად ეს ბრაზი, ეს გაბრაზება, ეს გასია ესეთი ემოციები, ყოველთვის არ არის რაღაცა ტაბუდადებული თემასავით არის რა. თითი დედები საკუთარ თავში იკლავენ ამ ემოციებს და ხშირად არ საუბრობენ ამაზე. უნდა ხდებოდეს თუ არა ეს ამ ბრაზის ჩაკლა, ესე ვთქვათ, საკუთარ არა, ეს უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს შემდეგ და შემდეგ ბავშვი კიდე რაც უფრო იზრდება, მით უფრო სჭირდება ჯანსაღი ფსიქიკის მქონე მშობელი და რა თქმა უნდა, არა, ეს აუცილებლად იქნება მეუღლე, იქნება დედა, თუ არ ვიცი ვინც იქნება ახლობელი ადამიანი და გაუზიაროს და რაღაცნაირად დაეხმარო, როგორც ფიზიკურად, ესევე ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ უცებ ხდები დედა და მარტო შენ აღარ ხარ შენ თავზე პასუხისმგებელი და რაღაც სხვა ადამიანის გაბარია ზოგისთვის. მე მაინტერესებს ესეთი რაღაც, ანუ უფრო საკუთარი თავიდან გამომდინარე მოდის ის, რომ ამაზე არ ვსაუბრობ, თუ აი მაინც საზოგადოების ზეწოლა არის, ოჯახის ზეწოლა, აი რა იწვევს უფრო მეტად, რა განცდა იწვევს და ამ იმას სიჩუმეს დედის მხრიდან. საზოგადოება, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბებიო-ბაბუები, რომ 9 შვილი ყავდათ და ისე ზრდიდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ და რაღაცა მერე გიჩნდება ის რომ ცუდი დედა ხომ არ ვარ და ეგ ყველა საშინელი ფიქრია და იმიტომ ვცდილობ რომ ეს რაღაცა ჩაიკლა შენ თავში, მაგრამ არასწორია, რა თქმა უნდა არასწორია. თუნდაც აი შენ ახსენე რომ ჩვენ ბებიო-ბაბუებს 9 შვილი ყავდათ, ზრდიდნენ ჩვენი რანაირად ხდება, როგორ ხდებოდა? აი ხა ხო არის ხა ანუ ესე ვთქვათ რომ ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი არის და რაღაცნაირად უმკლავდებიან. რა არის ეს? რა საიდუმლოა ესეთი, რაც აი პირობითად მსგავს ოჯახებში
ხო, ადრე ალბათ ისიც იყო, რომ ქონდათ იმის საშუალება, რომ გაბრაზებოდნენ ამ ბავშვს, ეს ჯიდნენ კიდეც. რა თქმა უნდა, ეს არ იყოს სწორი, მაგრამ მათაც არ იციან, რომ ეს არ იყოს სწორი, ან ბავშვს გაბრაზება უნდა გაუბრაზდე, უნდა დასაჯო და ამ სხვადასხვა დასჯით უფრო იადვილებდნენ თავიანთ საქმეს და დღეს ჩვენ ვერ ვსჯით ესე ბავშვს, ხო? ნუ რაღაცა ფიზიკურ შეხებაზე ზედმეტია ლაპარაკი და ამიტომ ჩვენ გვაწვება მე ეს ემოცია. ისინი რომ საკეთებდნენ, იღებდნენ, აი თავისუფლებოდნენ, ხო ეგრე ადამიანი რა, როცა რაღაცას აი დაამტვრევს სიტყვაზე, ემოციები გადაგაქცევს, ხო? ისინი ამაში ხო, რამდენი ჩვენ ბავშვობაში მოგხვედრიათ, ეს 90-იანის ბავშვებს მოგხვედრია, ნუ იმდენად ისინი თავისუფლებდნენ თავს ამ ემოციების. მე სულ მაქვს ხომ ესეთი შეკითხვა რა, რომ ზოგადად გამართლებული იყო თუ არა შენი აზრით ეს ქმედება. ანუ ძალიან ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ძალიან ბევრი იძახის, რომ გამართლებული იყო და ბავშვისთვის, ანუ შენიშვნის მიცემა თუნდაც გაბრაზება, სწორესაქციელი იყო. შენიშვნა უნდა მივიცეთ, აუცილებლად უნდა მივიცეთ შენიშვნა, მაგრამ გააჩნია შენიშვნის ფორმას, ტონს, დროს, სიტუაციას, აი ამ ყველაფერს გააჩნია. ისევ დედა, რა თქმა უნდა, რთულ სიტუაციაში, რომ ეს ყველაფერი უნდა შეარჩიოს სწორად, რომ ბავშვის ფსიქიკა არ დააზიანოს. ზოგადად დანაშაულის განცდა აი ყველაზე ხშირი არის დედებში, ან რაღაცა თუნდაც სიტყვიერად რაღაცას რო ეთქვი, თუნდაც ქმედებით რაღაცას რო გააკეთებ, ანუ ძალიან და ისე ვთქვათ, თავს დამნაშავედ გრძნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ დანაშაული გრძნობა აქვს. თუ ქონია და აი რა როგორ გამოსულ ხარ აი ამ დანაშაულის გრძნობინად? ვეფერები ხოლმე მე რამდენად ეს სულელურად არ უნდა ჟღერდეს, აი მივსვარ და აი უცებ თუ აი რაღაც ძალიან უყვირე და თან მithumetes, ნუ ამ შემთხვევაში მე სიტუაცია მაქვს, რომ მირა ისეთი ბავშვია, რომ ოდნავ მაღალი დაკვირება ძალიან სწყინს და მე თუ რაღაცა მართლა ისე აი უცებ დავუყვირებ და გავუაზრებლად, რომ აი თქვა გაჩერდი ან რაღაც ეს ხო წყის და ამ სახეს რო ხედავ და რაღაც იმ წუთას შეიძლება არა ნუ ეს გაბრაზების ის ემოცია მქონდეს, მაგრამ მე მივსვარ და იმითქონს რომ ბოდიში არ მინდოდა. მიუხედავად იმისა, ჩაგეკითხები, ხო არის აი შემთხვევა, როდესაც მართალი ხარ. მაინც მომიხდია ბოდიში? არა, მაგ შემთხვევაში ბოდიში არ მომიხდია. მაგ შემთხვევაში ვცდილობ რომ ავუხსნა. რატო მოვიქეცი მე ესე, რატო არ უნდა მოქცეულიყო ის, აი ესე ცუდად თუ ნუ როგორც მოიქცა. ვცდილობ რომ ავუხსნა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ძალიან, მაგრამ სხვა შორის ჭრის, ანუ ახსნა ჭრის. იცი რა მინდა რომ გითხო, თვითკრიტიკა თუ გაქვს ხოლმე საკუთარი თავის მიმართ და აი თუ მოქმედებს ზოგადად დედებზე ეს თვითკრიტიკა? კი, მე თავს ძირითადად ეხლა რაზეც ვაკრიტიკებ არის, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ ბავშვს, მთელი კვირა ვერ ვნახულობ საერთოდ, რაღაცა ეს შაბათ კვირა გვაქვს მარტო რომ ერთმანეთს ვირახოთ და ამის გამო ჩემთვის ძალიან ვაკრიტიკებ, აი ყველაზე მტკივნეული თემაა, რომ ვაკლდები უამრავ რაღაცას, აი ძალიან ბევრჯერ ტივილით გამიცილებია ბებიობო ბუასთან და აი რაღაცა ჩემ თავზე ძალიან ბრაზობ, თუმცა იმასაც ხვდები რა თქმა უნდა, რომ აუცილებელია სხვანაირად არ გამოვა და ნუ მე ეს ისევ აი ჩემ თავზე ვმუშაობ რაღაცნაირად. როდის გქონდა ან თუ გქონდა ეგეთი შეგრძნება, რომ აი მე არ ვარ მე. გულისხმობ იმას, აი თუნდაც ბავშვთან მიმართებაში რაღაცა შეგეცვალა შენ შინაგან მეში. ან შეიძლება საერთოდ არ შეგეცვალა და ისევ შენ ხარ ისეთი როგორიც იყავი. არა, კი, იცი რატო, იმიტომ რომ დედაჩემსაც უთქვამს, რომ მე არ მეგონა შენ ესეთი დედა თუ იქნებოდიო. ვიყავი ძალიან აი როგორც ზედაპირული, აი როგორ თქვა, ესე დიად არაფერზე, ესე ზრუნვა მე არასოდეს არ მევალებოდა არავისო, ხოლო ჩემი თავი მებარა და აი რაღაც ესეთი ვიყავი რა და ბავშვი რომ გაჩნდა, მე სრულიად შევიცვალე და შემოვტრიალდი და ვიყავი აი ყველაფერზე ესეც ძალიან ყურადღებიანი, ფოფინა და აი მაქსიმალურად რომ ვიყავი ბავშვზე გადართული რა და რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ მე აღარ ვიყავი, თუმცა დრას რო გადის მე სტაბილურდება რა, რაღაცა თავის ადგილს აძლევ ყველაფერს და შენ თავსაც ინარჩუნებ, თუ კი რა თქმა უნდა გარე მოცვა გაძლევს ამის საშუალებას. ანუ შენ მაინც შეძელი რომ შენი საკუთარი თავი შეგინარჩუნო. კი, არა, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ სადღაცას აი მე დამემთხვა კოვიდი თან მირა რომ პატარა იყო და საერთოდ საშინელება იყო ყველაფერი ჩაკეტილი და ბავშვთან ერთ რაღაც მხრივ დამეხმარა კიდეც რომ ისეც გარეთ არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ რაღაც რომ კიდე უფრო ჩაკეტილი და კიდე უფრო ფრთხილი ვიყავი და
მე მივხვდი რომ აუცილებლად ჭირდებოდა, თორე აი ეს ნერვებზე, აი გადამქონდა რა, აი ბრაზი უფრო მაწვებოდა და მივხვდი რომ ბავშვისთვის ჩემთვისაც შეჯობდა რომ ვთქვათ, სადღაცას გავსულიყავი, არაუშავს რომ დავტოვო და თუნდაც იტიროს, არაუშავს ეს ნორმაა და საჭიროა რომ შეითავისოს დრო გამონახო. მე სხვათაშორის მახსოვს კოვიდის პერიოდში ძალიან ბევრი სტატუსები მხვდებოდა ხოლმე, ჩაკეტილი დედაშვილები რო იყვნენ ხოლმე, ბევრს ძალიან გაუჭირდა. და მეულმა რაღაცა უფრო საერთო ენა იპოვა და თითქოს დაუახლოვდნენ ერთმანეთს რა, საკუთარი ზოგადად საერთოდ სხვა საკუთარი მე აღმოაჩინა და ძალიან ესეთი ზოგისთვის დადებითი, ზოგისთვის რაღაცნაირად მძიმედ გადასატანი პერიოდი იყო. ხო, ძალიან მძიმედ გადასატანი არ იყო, იმიტომ რომ რაღაცა ჩემი რუტინა მქონდა, რაღაცნაირად აწყობილი და ამას მიუყვებოდი და მახსოვს, რომ ჩემ ფანჯრიდან უყურავდი ხოლმე, წინ ცხოვრობდა კიდე ესე დედაშვილი და ისინიც ეს აივანზე გამოდიოდნენ ხოლმე და ეს უყურავდი ხოლმე შორიდან და აი, რთული იყო, მაგრამ ძალიან მძიმეც ესე ვერ ვიტყვი. აი, იმიტომ რომ რაღაცა შევეცადე, რომ რაღაცა მოკლედ ყველანაირად ვიკრებდი ძალას რა ესეთ რთულ სიტუაციებში. აი როგორც დედას რა უფრო გაკლია ყველაზე მეტად დრო მხარდაჭერა თუ აი რაღაცა საკუთარ თავს რომ რაღაცის ნებართვა მისცე დართონება რომ აი არა უშავ ოკეი ეს შემიძლია რომ გავაკეთო. ამჟამად ჩემ თავს უფრო მე დროს ვაძლევ თუ ამას გულისხმობ და ბავშვს უფრო ნაკლებად. თუმცა ვცდილობ ის დღეები რაც ერთად ვართ, საერთოდ არსად აღარ წავიდეთ და აღარც აღარ გავიდეთ, თუ წავიდეთ, წავალთ ერთად წავალთ. ჩემ თავს უფრო მე დროს ვუთმობ ამჟამად, ვიდრე ბავშვს, მაგრამ იყო პირიქითაც. და აი ძალიან რთულია რაღაცა შუალედი რო იპოვო. ალბათ ხანისე ხანასე ესე შეიძლება რაღაც მხრივ შუალედი იყოს. შენი აზრით ზოგადად დედის გაღიზიანება ფიზიკურ გადაღლასთან უფრო ახლოს არის თუ ემოციურ პირდაპირ კავშირშია. ფიზიკურად თუ ხარ გადაღლილი, всё, იქ მთავრდება ყველაფერი, შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, ყველაფერი ჩამოიშლება. როგორ მოხმედოს ეს დაძაბული რეჟიმი, ესე ვთქვათ? აი შენზე როგორი მოქმედა? აი წეღარ რო ახსენე, რუტინა მქონდა რაღაცა, აი დილით გავიღვიძებდი, ამათ ამ საათზე უნდა გამიღვიძა, მივიდოდი საჭმელი, მე რაღაცა აი ეს რაღაც გასეირნება, რაღაც რა 1 საათი სიტყვაზე, სახლში მივიდოდი მე ისევ საჭმელს გაკეთება, ჭამობა, აი ესე მქონდა გადანაწილებული და თითქოს მე ამას თუ მივყვებოდი ზუსტად, თქოს თავს კომფორტულად საღამოს ღამე კი იყო რომ აი სრულიად უწყდებოდი მართლა და ისეთი ძალა გამოცილი ვიყავი, მაგრამ მქონდა მე ვთქვათ აი ესეთი რაღაცები მაძლებინებდა ესე ვთქვათ რა. შუა დღის ძილზე მქონდა ის რაღაცა 9 საათი, როცა ჩემი თავისთვის და დამეთვდა დამждარიყავი წყნარად და ბავშვი როცა დაიძინებდა ის რაღაცა 9 საათი, 1 საათი თუნდაც ტელეფონში რომ ესქროლა და აი ეს თითქოს აი ამ მომენტებს ველოდებოდი მთელი დღე. აი მთელ დღეს იმისთვის ვატარებდი, რომ აი ეს მომენტი მოსულიყო და იმითი მე სიამოვნა. ფათაშორი შენ ახსენე კვებასთან დაკავშირებით და მე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სპონსორი არის აგუბეები, რომელსაც აი ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, smart gadget-ები აქვს, დედის დამხმარე, საკვების მოსამზადებელი, სტერილიზატორი, აი ძალიან ბევრი ისეთი ტექნიკა აქვს, რომელიც ძალიან ეხმარება დედიკოებს, რომ ანუ ეს პერიოდულად თუნდაც აი საკვების მოსამზადებელში ჩაყაროს ეს საკვები, ხილი, დატოვოს, ის თავს მოამზადებს თვითონ და შენ თავისთვის ესე ვთქვათ, საკუთარ დროს გამონახა რომ აი რაღაცა ვთქვათ მოიწეს როგორ თუნდაც თავი, რაღაცა სხვა საქმეები გააკეთო. მე მქონდა სტერილიზატორი სხვათა შორის თან კოვიდის პერიოდში ხა გადასული ვიყავი და ძალიან ძალიან მაშინ ჩავმიყალიბ და მე ეს რაღაც ნერვიული აშლილობა მაქვს ეს წიკების ისუბ თავეზე და აი ძალიან მეხმარებოდა მშვიდად რა დედის ასე თქვა დღიური რუტინა, როდესაც რაღაცით შემსუბუქდება და რაღაცა მაინც გვეხმარება, ეს ძალიან მაგარია. შეიძლება პატარა რაღაც იყოს, მაგრამ იმან რა მთელი დღის განწყობა შეგიცვალოს, ისე შეგიმსუბუქოს საქმე და დაგეხმაროს. პატარაზე ზრუნვა ფაქტიურად გამოდის, რომ დედაზე ზრუნვაც არის, რამდენადაც ჩვენ უფრო ზრუნვა და ესე ვთქვათ, ხვეწავთ რაღაცებს, ფაქტიურად გამოდის, რომ დედიკოებსაც ვეხმარებით და უფრო ნაკლები საქმე შეგვიძლია, ესე ვთქვათ, დავავალოთ საკუთარ თავს. მე მინდა დასკვნით ეტაპზე გადავიდე ჩვენი საუბრისას და მინდა გკითხო ესეთ რაღაცა, რომ აი რა მოხდებოდა, რომ დედებს ჰქონდეს უფლება ვიყოთ გაბრაზებულები დანაშაულის გზნობის გარეშე. ძალიან კარგი იქნებოდა
რო კონდეს, ну ალბათ რაღაცა დრო უნდა გამოვნახოთ. აი ვიღაცამ ბავშვი უნდა წაიყვანოს ჩვენგან და თუნდაც ვიყოთ გაბრაზებულები რაღაცაში გამოვხატოთ. აი სიტყვაზე ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რაც გვეხმარებოდა გაბრაზებისას, მაშინ როცა დედები არ ვიყავით. აი მთავარი ბავშვზე არ გადავიტანოთ ეს, აი ამის თქმა მინდა რა და რა თქმა უნდა, აუცილებლად გვაქვს ამის უფლება. ეს არ არის დანაშაული, ანუ მეც რომ მიფიქრია, რომ აი მე ეს რა ცუდი რაღაც გავაკეთე, ხა რომ გაუბრაზდე, არა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანები ვართ. დედებიც ადამიანები ვართ, ჩვენი შვილებიც გაიზრდებიან და ვთქვათ, იქნებიან დედები, მამები. თუმცა აუცილებელია ჯანსაღად შევხედოთ უბრალოდ. მინდა პატარა რჩევასავით მისცე დედიკოებს, რომელსაც აი ეს გაბრაზება, თუნდაც აი ეს რაღაც ემოციები აქვთ, როგორ გადაიტანონ ყურადღება, რომ აი თუნდაც ეს ემოცია ბავშვზე არ გადავიდეს. აუცილებლად უნდა მისცეს საკუთარ თავს დასვენების უფლება. აუცილებლად. გადადონ ცალკე ეს გასარეცხი ჭურჭელი და სალაგებელი სახლი, უბრალოდ მისცეს საკუთარ თავს ამოსუნთქვის უფლება და აი ამ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას რო აკეთებ, მე თავისუფლები და სულ დაძაბული და მოჭიმული რო ხარ, მაშინაა რომ ყველაზე მეტად გაწვება და ძირითადად აი ეს ბავშვები მოყვებიან ხოლმე ხელში. აუცილებლად დაისვენო და რამდენად მოყვება შენი შვილი მასთან მშვიდად საუბრის მცდელობისას? მომყვება სხვათა შორის კი უყვარს საუბარი ლაპარაკი, თუ სხვადასხვა გაჯეტებში არ არის ჩართული, ну რა ვქნა ამას ვერ ვაკონტროლებ. მეც მაგ ძალიან რა თქმა უნდა, მეც კი არა და მაგ ბევრი მინუსი ძალიან და ну ვაძლევ ტელეფონს ჩვეულებრივ უყურებს მულტფილმებს. თითქმის ისეა რომ რა დროსაც უნდა იმ დროს ატარებს ეკრანთან და ხო აი ამ სიტუაციაში მიჭირს ხოლმე დაინტერესება, მაგრამ ზოგადად კი მომყვება აი გაჯეტებთან დაკავშირებით მაგალითად თუ გაგხომე ან თუ გქონია შემთხვევა რომ აი რაც ერთხელ ორჯერ რო გითხოვს და აი მე როცა გაღიზიანება წამოგსვლია რომ არ მიჯერებს არ მისმეს როგორ მართა ეს სიტუაცია კი ყოფილა ისე რომ ინტერნეტის გამithიშია ვთქვათ უტირია ანუ ვთქვათ აი როგორი პრინციპი მაქვს იცით ერთი ორჯერ ვწდი მშვიდად თუ ამან არ გაჭრა მესამე დღეს უკვე ავიღე და გავუთიშე ინტერნეტი მოყვა ტირილი მეორე დღესაც შეიძლება მე ისევ იგივე სიტუაცია იყო მე უკვე დასტაბილურდა რომ უთხარი რომ всё უკვე უნდა იცის რომ მე გაითიშება всё და ნუ უნდა მომცეს თავისით ან თუ აი ბავშვის ხასიათიც არის დამოკიდებული თუ ატყობ რომ აი ესეთ დამყოლ ხასიათზე თავიდანვე აი რაღაცა ძალიან ისე მშვიდად წყმარა თამაშითაც ისე გამომირთვევია ტელეფონი რომ საერთოდ ხმა რა მოუღია. ანუ შენი რჩევა მაინც დედიკოებს რომ ყველაფერი მოლაპარაკების დონეზე დავიყვანოთ, წავიდეთ კომპრომისზე და ჩვენი ემოციები მიმართოთ. კი, აუცილებლად. თიკა, აი როდესაც აი რაღაც მოზღვავებულად გვაქვს ემოციები, ვარ ძალიან გაღიზიანებული, აგრესიაც. ამ დროს როგორ შეიძლება მართოთ ეს ჩვენი აგრესია? ვის შეიძლება მიმართოთ საკუთარ თავთან დავსვათ კითხვები, ოჯახის წევრს მიმართოთ, სპეციალისტ თუ ან ზოგადად თუ ქონია მსგავსი შემთხვევა, ან საკუთარ თავზე მაინც თუ გამოგიცდია? კი, ან მქონია და ალბათ ჯერ საკუთარ თავში უნდა მოვიძიოთ ეს ძალა. თუ კი ვატყავთ, რომ ჩვენ თავს ვერ ვჯობნით და ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და განსხვავებული მდგომარეობა, გინდა ოჯახური და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, უახლოეს ადამიანებში იქნება ეს დედა, მეგობარი, მეუღლე, არ აქვს ნაშობა, აუცილებლად უნდა ვთხოვოთ დახმარება, სანამ ეს სიტუაცია გაუარესდება, იმიტომ რომ პირველ რიგში რატოს უნდა ვიფიქროთ ამაზე, ბავშვზე აისახება ცუდად, ანუ ჩვენ ფსიქიკას რო თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ისევ ბავშვზე აისახება ცუდად. როგორც რადგან ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები, ყოველთვის არის ხოლმე ეს გადამწყვეტი, იმიტომ რომ დედამ შეიძლება თავისთვის არ გააკეთოს რაღაც, მაგრამ გააკეთოს ეს ბავშვის გამო. ამიტომ უფრო ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და არა ის, რომ ვაიმე მე რა ცუდად ვარ ეხლა, არა ის, რომ მე რო ცუდად ვარ, ბავშვი ცუდად არის. დიდი მადლობა, რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის Abu Baby, ბრენდი, რომელიც გვთავაზობთ smart gadgets ბავშვის მოვლისთვის, როგორიც არის სტერილიზატორები, საკობის მოსამზადებელი. გამოიწერეთ ჩვენი არხი დედები, დაგვილაიქეთ, დაგვიწერეთ კომენტარები.